გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის პროცესი თბილისის სასამართლოში ჟურნალისტურმა გამოძიებამ გურამ როგავაზე თავდამსხმელი გამოავლინა. აკრძალავს თუ არა ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ლილუაშვილი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამისაღების ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. პროცესს დღეს ის პირადად დაესწრო. მისი ადვოკატის თქმით, არ განიხილება საპროცესო გარიგება. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალieდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამისაღებაში, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილის ყოფილმა უწყებამ კი 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მთავარ საფრთხეთ კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია სახელდება. დოკუმენტის მიხედვით რუსეთი აგრძელებს ანექსიისკენ მიმართულ პროცესებს, ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს. ანგარიში საუბარია ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე, რუსეთის გავლენის ზრდასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე. რუსუსი აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალა დაკავებებსა და ზეწოლას თბილისზე პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად იყენებს. ანგარიში 2014-2018 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდიამ შეისწავლა, დეტალებზე სწორედ მასთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით თეონა. თქვენს ვრცელ გამოხმაურებაში, რომელშიც სუსის ანგარიშზე არის საუბარი, ამბობთ, რომ დოკუმენტი მიზანმიმართულად აკნინებს საფრთხეებს. რაზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბროთ? ხა, მადლობა მოწვევისთვის. პირველი ანგარიშო წერილია, როდესაც პოლიტიზაცია უწყების ოკუპირებული ტერიტორიების თავში გამოჩნდა და ვესტები ახსნა რატომ. ერთის მხრივ, მაშინ როდესაც მთავარი შეფასება სუსის ამ ოკუპაციის ნაწილში არის ის, რომ რუსეთის კურატორმა ვადიმ კირიენკომ ხელსაყრელი ნიადაგი შეამზადა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდება ამ პროცესის განსახორციელებლად, არის გარკვეულწილად შემცირებული იმ ტიპის საფრთხეები, რომელიც მიმდინარე პროცესში ამ ანექსიის ჭრილში უნდა იყოს განხილული. საუბარია სოხუმის ეგრეთ წოდებული აეროპორტზე, სადაც ფრენები გახსნა რუსეთმა პირდაპირ რუსეთიდან ოკუპირებულ სოხუმში. საუბარია მათ შორის სატრანზიტო პოტენციალზე და აქ ნიველირებულია გარკვეულწილად გალის ეგრეთ წოდებული საბაჟო ტერმინალის საკითხი. ბუნებრივია ჩორჩანას საგუშაგო, რომელიც პოლიტიკურად გამოიყენა თეატრულკიანის საგამოძიებო კომისიამ ამოვარდნილია ამ ანგარიშში გამომდინარე პოლიტიზაციის ნიშნიდან და თუ შარშანდელ ანგარიშს მაგალითად ნახავდეთ იმას, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით იყო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, წელს ეს ჩანაწერი გამქრალია, რაც ასევე პოლიტიკიდან არის გამომდინარე და ასევე ოჩემჩერის პორტში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების საკითხი, რომელიც რუსეთმა დაანონსა და ეგრეთ წოდებული შეთანხმებას გაფორმდა. აქაც როდესაც შარშან ხედავდით, რომ მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირების საკითხი იყო უგულებელყოფილი, წელს შეცვლილია რიტორიკა და საუბარია, რომ ბაზის ტექნიკურ მატერიალურ მომსახურებისთვის არის საჭირო. მაგრამ სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ არ პროპაგანდისტულ ჭრილში არის აღწერილი, თუმცა რეალურად ხომ არ ვდგავართ სიტუაციის წინაშე, სადაც რუსეთი ეტაპობრივად ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებს არაუბრალოდ ანექსიისთვის, არამედ სამხედრო ოპერაციების მუდმივ საყრდენად შავი ზღვის რეგიონში. კი ბატონო, აი საქმეც ამაშია, როდესაც ოჩამჩირის ოკუპირებულ პორტში რუსეთმა ღიად განაცხადა 2023-ში, რომ ის აპირებდა მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებას. იქ მე ვიყავ ინიციატორი პარლამენტში, წინა მოწვევის პარლამენტში, რომ ჩვენ რეზოლუცია მივიღო მასთან დაკავშირებით, რადგან განხილვაც კი არ შედგა ქართული ოსნების მხრიდან კომიტეტში, მაგრამ მაშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა შესაბამისი განცხადება 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით, რომ ეს საკითხი საფრთხეს არ მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას უქმნიდა, არამედ მთლიანად შავი ზღვის უსაფრთხოებას. და ფაქტი არის ის, რომ
ადეკვატური შეფასებები, როდესაც არ ხდება ფაქტების, ეს პოლიტიკის მაჩვენებელია და პოლიტიზაციის ამ კუთხით უწყების და რაც თავარია, როდესაც თავარ საფრთხეზე არის საუბარი, რომ ანექსიის ნიადაგი მომზადებულია და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდება რუსეთი ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიების მისაერთებლად, აი აქ პოლიტიკის პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს 2011 წლიდან არ განუახლებია ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და სტრატეგია და სხვადასხვა ირაკლი კოპახიძე იყო ის პრემიერი, რომელმაც მთავრობის ეს დაპირება 2020-ის სამთავრობო პროგრამიდან თავად ამოიღო. შესაბამისად, ფაქტია ერთი, რომ მიუხედავად საშინაო და საგარეო კურსის რუსეთის სასარგებლოდ შეწყვეტა საქართველოში გაზრდილი არის ბორდერიზაციის შემთხვევებით, გაზრდილი არის უკანონო დაკავებებით ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის საპატიმროებში გაზრდილია მოქალაქეთა რაოდენობა და ძალიან საინტერესო ანექსიის განზომილების კუთხით გაზრდილი ბიუჯეტის, მათ შორის 100 მილიონამდე არის დოლარის ექვივალენტში გაზრდილი ორი ოკუპირებული რეგიონის ბიუჯეტი რუსეთის მხრიდან მიუხედავად რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ და მათ შორის იმ ეკონომიკური გამოწვევებისა, რომელსაც აქედან გამომდინარე რუსეთი დღეს განიცდის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ ანგარიში არის ის, რომ უკვე მეორე წელია, ანგარიშო წელია, როდესაც სუსი წერს, რომ დეზინფორმაციით უპირისპირდება დასავლეთის ქვეყნები და დასავლური ინსტიტუტები საქართველოს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს ანტიდასავლური განწყობები და აქაც რომ მკაფიოდ პოლიტიკურ რიტორიკას ემთხვევა ეს ყველაფერი ქართული ოცნების, ესეც ცხადია, ისევე როგორც BBC-ს საგამოძიებო ფილმის მოხსენიება, როგორც მწვრთნულად განწყობილი ორგანიზაციის. შესაბამისად, პოლიტიზაციით სავსეა ეს ანგარიში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რა საფრთხეს ქმნის ზოგადად სპეცსამსახურების პარტიის ინტერესში ჩაყენება ქვეყნის უსაფრთხოებას. ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტურმა გამოძიებამ გურამ როგავაზე არხის ყოფილ ჟურნალისტზე თავდამსხმელის ვინაობა გამოავლინა. ელისო ჯარიაშვილის გუნდს თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. შემდეგ კი რამდენიმე სხვა წყარომ დაუდასტურა. ფორმულას ინფორმაციით თავდასხმისას სავარაუდო ეჭმიტანილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მარცხწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოში მუშაობდა. უწყებიდან ის გასულ წელს დაახლოებით იმ დროს გაუშვეს, როცა თანამდებობა გედედეს ყოფილმა უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამ დატოვა. სახელმწიფო უწყებები არ ადასტურებენ გამოკითხეს თუ არა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირი, თუმცა გამოკითხვაზე დაიბარეს გამოძიების ავტორი. დაახლოებით პარასკევიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და პროკურატურისთვის ახალი გარემოების სახით ცნობილია ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პირის სახელი და გვარი. ძალიან მალე გამოჩნდება, არის ეს უბრალოდ რაღაც პროცედურული საკითხების დაცვა თუ დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება სისტემამ წელიწადნახევრის თავზე რეალური ნაბიჯები გადადგას. მოსკოვის მექანიზმში უწერია პროკურატურას, რომ 1000 ადამიანია გამოკითხული, მაგრამ გურამ როგავას საქმეზე, მათ შორის გედედეს თანამშრომლები გამოკითხულები როგორც ჩანს არ არიან. ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სატელევიზიო მასალის მომზადებაში ჩართული იყო თავად გურამ როგავა. შეგახსენებთ, სპეცრაზმელი მას თავს 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხა. დაუზიანა კისრის მალები გურამს გატეხილი ჰქონდა სახის ძვლები. მომხდარიდან წელიწადნახევრის შემდეგ პროკურატურას დამნაშავეები არ გამოუვლენია. გამოძიებასა და ახალ დეტალებზე დღეს სწორედ გურამთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით გურამ, მადლობა რომ VT საქართველოს ნიუსის მაყურებლისთვის დრო გამონახე. დიდი მადლობა სოფო, ძალიან მიხარია რომ ამ პროექტის სტუმარი ვარ, წარმატებები თქვენ, მიხარია რომ ჩემს მეორე სამშობლოში ხართ და ნამდვილად გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ საქართველოში სადაც სიმართლე ისჯება და ჟურნალისტებს რეალობის ჩვენებისთვის აპატიმრებენ, სცემენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ეს პროფესია უკვე გახდა ნამდვილად სიცოცხლისთვის საშიში. ჩვენ აქ მუშაობთ, უბრალოდ კოლეგები, ჩემი კოლეგები, ვინც მუშაობს საქართველოში, მუშაობენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და ინფორმაციის მოპოვება როგორც არასდროს ახლა ყველაზე მეტად არის სარისკო.
რაც შეეხება ჩემს საქმეს სოფო, მადლობა დაინტერესებისთვის და მინდა გითხრა რომ მას შემდეგ რაც ფორმულას გამოძიებამ ახალი დეტალები გაარკვია მთავარი დამნაშავის ვინაობის შესახებ მიიღო ძალიან სანდო წყაროებისგან ინფორმაცია, მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა ჩემთან კავშირზე საგამოძიებო უწყება. აი დაუჯერებელი იქნება განსაკუთრებით ახლა ჩვენი ევროპელი მაყურებლისთვის, მაგრამ წელიწად ნახევარია ჩემი ადვოკატი ცდილობს პროკურატურასთან კომუნიკაციას, ცდილობს იმის გარკვევას, ვინ არის ჩემი საქმის გამომძიებელი და არც ერთ მის სატელეფონო ზარს, არც ერთ მის ელექტრონულ წერილს ამ უწყებამ არ უპასუხა. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ქვეყანაში, სადაც დაზარალებული ადვოკატის მეშვეობით ცდილობს საგამოძიებო უწყებასთან კომუნიკაციას, იღებს პასუხად დიდ კედელს, საერთოდ აი არ გვამჩნევენ, საერთოდ არ ვარსებობთ ჩვენ მათთვის, ადვოკატმა ვერ მოიპოვა წელიწად ნახევრის განმავლობაში, უბრალოდ იმის ნებართვა რომ ვინმესთან კონტაქტზე გასულიყო და ეკითხა ვინ ძიებს ჩემს საქმეს. ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელისო ჯარიაშვილის ეს გახმაურებული გამოძიება გავიდა ეთერში და ამის შემდეგ იძულებული გახდა პროკურატურა რომ გაკავშირებოდა შემდგარიყო კომუნიკაცია. ოღონდ მანამდე რა თქმა უნდა ხო ჩვენ მივაწოდეთ იმ პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, ვინც ჩვენთვის იდენტიფიცირებულია სანდო წყაროების. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხო, პირი იდენტიფიცირებულია, შენ ისევე როგორც ელისო ჯარიაშვილის გუნდმა იცით თავდამსხმელის ვინაობა, თუმცა საჯაროდ მას არ ასახელებთ. მოდი განმარტოთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ არ დაგესახელებინეთ მისი ვინაობა. ერთი ჟურნალისტური სტანდარტის გათვალისწინებით მეორე ვაძლევთ შანსს საგამოძიებო უწყებას და სახელმწიფოს რომ რაღაცნაირად შეინარჩუნოს სახე და არ ვიცი ეს იქნება ჩემი მხრიდან ასევე ამ ბიჭის მიმართ ჩემი პერსონალური რაღაცნაირად თანადგომა, არ ვიცი თუ არის ეს სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში გამოსახატად, მაგრამ მე გული მტკივა რომ 21 წლის ბიჭი, რომელიც ახლა საკუთარ განვითარებაზე, წინსვლაზე, კარიერაზე უნდა ფიქრობდეს, იმაზე უნდა ფიქრობდეს, რა გააკეთოს სასიკეთო ქვეყნისთვის, რომ მისმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ, არის ჯალათი. აი ეს არჩევანი რანაირად დადგა მის ცხოვრებაში. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი. მე ძალიან მეწყინა რომ ის არის ასეთი ახალგაზრდა და აკეთებს ასეთ ბინძურ საქმეს. ჩემი მიზანი ეს არის რომ პარტნიორებს ვაჩვენო რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მეც დამიბარეს გამოკითხვას და ონლაინ გამოკითხვით აუცილებლად ვაპირებ რომ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა. ამის თქმა მინდოდა უბრალოდ არ გავგვივართ არავინ და ბრძოლა ბოლომდე. მადლობა გურამ. ეს იყო გურამ როგავა. შეგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეფასებით დემოკრატიიდან უკუსვლა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კრიტიკული ანგარიში მიიღო. ანგარიშის შეფასების თხოვნით ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. უწყებამ ჩვენს კითხვებზე პასუხის ნაცვლად ზოგადი პრეს-რელიზი გამოგვიგზავნა, სადაც ევროპარლამენტის მიმართ გაჟღერებულია, რომ აღნიშნული რეზოლუცია აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით დეზინფორმაციას ტირაჟირებს. აკრძალავს თუ არა ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს. საკონსტიტუციო სარჩელი უკვე შეტანილია, თუმცა პერიოდულად ასაკრძალის სუბიექტების სიას ახალი პოლიტიკური გაერთიანებები ემატება. ამის გამო კი სარჩელის განხილვის ვადა იწევს. შედეგად ოპოზიციური პარტიები მუდმივად სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. ქართული ოცნება ამ ნაბიჯების გასამართლებლად საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს. პოლიტოლოგები კი განმარტავენ, რომ ივანიშვილის გუნდის დასახელებული მიზეზები უკონტექსტო და არარელევანტურია. თინათინ ერაძის სიუჟეტი. გერმანია 1952 წელი სოციალისტური რაიხის პარტია, აკრძალვის მიზეზი ნეონაცისტური იდეოლოგია. ესპანეთი 2003 წელი პარტია ჰერი ბატასუნა, აკრძალვის მიზეზი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი. ბელგია 2004 წელი ფლამანდიური ბლოკი, აკრძალვის მიზეზი რასიზმი. ეს იმ გამონაკლისი შემთხვევების რამდენიმე მაგალითია, როცა დემოკრატიულმა ქვეყნებმა უკიდურეს ზომას მიმართეს და პარტიების აკრძალვა დაუშვეს. რაც შეეხება დამნაშავე პარტიების აკრძალვას, ეს არის მიღებული პრაქტიკა, თქვენ იცით რომ ერთმანეთის მიყოლებით აიკრძალა უკრაინაში და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიები. მიღებული პრაქტიკა, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ნეონაცისტური, კომუნისტური, ტერორისტული და რასისტული პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, ისიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში. რაც შეეხება შედარებით ახალ პრაქტიკას და მსჯელობას უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. რეალურად ორივე ამ ქვეყანაში აკრძალვები შეეხო არა მთავრობისთვის არასასურველ, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ პარტიებს. ძალიან იშვიათად გამოიყენება ეს ზომა
და ასე ვთქვათ, არავითარი კავშირი მას არ აქვს იმ საბაბებთან, რითაც უნდათ რომ საქართველოში აკრძალონ ოპოზიციური პარტიები. დიპლომატიური გამოცდილება მე მქონდა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და იქ ასეთი რაღაცა არ ხდება. ცივი ომის დროს, როცა ასეთი იდეოლოგიური დაპირისპირება იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომუნისტური პარტია არავის აუკრძალავს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიგრძალება. შესაბამისი პროცედურები წამოიწყო თითქმის ყველა არსებული ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად. ოცნება რადიკალებს ეძახის ყველა პარტიას, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება. 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა შანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრუმმა, ეს არის ჩვენი ამოცანა. მიზანიც გაცხადებულია, ვერც ერთმა ამ პარტიამ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს. ასაკრძალი პარტიების სიაში კი არის თითქმის ყველა კოალიციების ფორმატში, რომლებიც რეალურად რამდენიმე პარტიას აერთიანებს. ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, რომელშიც შედის გვარამია, მელია, გირჩი, დროა. ძლიერი საქართველო, რომელშიც შედის ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის. მოგვიანებით ამ სიას პარტია ფედერალისტები დაემატა. ჩვენთან ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ოპოზიციის დევნაა, როგორც იდევნება არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ზეწოლა პრესაზე, როგორც ცემენ ხალხს ქუჩაში. მან გადაწყვიტა რომ დაეყრდნოს ველურ შიშველ ძალას და უბრალოდ აკრძალოს ის პოლიტიკური პარტიები, რომელიც მისთვის ძალაუფლების ჩამორთმევის ხიფათს წარმოადგენს. აკრძალვის საფრთხის ქვეშ მყოფ ყველა პარტიას ოცნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქვეშ აერთიანებს და მის სატელიტებს უწოდებს. ამავდროულად ციხეში ზის ან სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არის თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მეგობრებო, ნურაფრის თუ გეშინიათ? ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად კანონმდებლობის დონეზე დაკანონებულ უკანონობას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი გარკვეულ ნიჰილიზმს იწვევს მოსახლეობაში და მათ შორის პარტიულ აქტივში. ჩვენ როგორც უკვე 14 წლის განმავლობაში რუსულ რეჟიმთან მებრძოლი პარტია არ ვეპუებით იმას, რომ ისინი გააუქმებენ თუ არა ჩვენ პარტიას თუ სხვა პარტიებს, პოლიტიკური პროცესი გრძელდება. 1945-დან 2015 წლამდე ევროპის 20 ქვეყანაში 50-ზე მეტი პარტია აკრძალეს. ქართულ ოცნებას უკვე რამდენიმე პარტიის აკრძალვის პროცედურა აქვს დაწყებული და აანონსებს, რომ დარჩენილი პარტიების აკრძალვის საკითხიც შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესებზე არსებით გავლენას შეიძენენ. რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 6 მაისიდან გამოცხადებული სიჩუმის რეჟიმი ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დაარღვია. იერიშის საოკუპაციო ძალამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებითა და ავიაბომბებით ერთდროულად დნიპროს, ხარკივის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებზე მიიტანა. რუსეთში ამბობენ, რომ მათ მიერ დაანონსებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მხოლოდ 8 მაისს, შუაღამისას რუსეთში საზეიმო ღონისძიებების გამართვის წინ დაიწყება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, კრემლი კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების რეალურ და სამართლიან მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევნისთვის.